უკვე ხართ, ხო? ანუ ყველა მიდიხართ ჩინეთში. ძალიან კაი, ძალიან მიხარია რა, მოკლედ ყოველთვის მიხარია ხოლმე თქვენ ბავშვთა ურთიერთობა. და ხო, ჩემი თავი წავადგინე, დათო ფიცალა მქვია. მეც ამ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ნუ მე ბოლო კლასებში სხვა გადავედი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. და დღესდღეობით დიდი ხნის განმავლობაში ვიყავ ფიზიკაში, ფიზიკოსი ვიყავი. დაახლოებით, რაღაც 15 წელი ფიზიკაში მუშაობდი. და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში გადმოვედი ამ ინდუსტრიაში, რა. ეხლა მუშაობ Bolt-ში, Bolt-ი ალბათ იცით კომპანია ტაქსების. ტალინში არის ესტონური კომპანია არის, ტალინში არის headquarter ქართულად როგორ არის. სათავო ოფისი, ხო? ძალიან რა ქვია, წინასწარ ბოდის გიხსენ, ბევრი სიტყვა შეიძლება ქართულად ვერ იმასნა რა ქვია, ვერ გავიხსენო, მაგრამ განსაკუთრებით ტექნიკური ტერმინოლოგია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად გადავთარგმნოთ რა ეს განმავლობაში სიტყვები, რომელსაც ინგლისურად ხას მოგიძოთ. ხო, მოკლედ მუშაობ Bolt-ში, ვარ ეგრეთ წოდებული staff data scientist პოზიციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ვარ individual contributor IC, ანუ მუშაობ ხელით ამოცანების ამოხსნაზე და კოდზე და ასე შემდეგ. მაგრამ გარკვეული ტექნიკური leadership-ის როლია რა, მოკლედ მე მევალება, რომ ესე იგი ჩვენთან მე მგონი უმეტეს კომპანიაში არის senior data scientist-ს ევალება, რომ რაღაც გარკვეული მართულება განავითაროს თავიდან ბოლომდე, რაც მონაცემების მოდელირებას ეხება, მოდელების ჩაშვებას წარმოებაში აღშენდა. მე მევალება, როგორც staff data scientist, ერთი საფეხურით მაღლა არის. მევალება, რომ ასე თქვათ, სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშაო და შესაბამისად მუშაობ ამ ride hailing, რასაც ქვია, ტაქსების აპლიკაციაზეც, ასევე Bolt-ს აქვს, როგორც იცით, ალბათ მიტანის სერვისი, Bolt Food-ი ქვია. და ასე მუშაობ გარკვეულ გამოწერის სერვისებზე და ასე შემდეგ. მოკლედ, თითქმის ყველა ვერტიკალზე, რაც კომპანია ფარავს. მოკლედ, ეს არის მოკლედ ჩემს შესახებ და მე დეტალებში შევალთ, როც გვექნება, თქვენს გაგიცნობთ და შეიძლება უფრო მეტიც გითხრათ ჩემს შესახებ, რა. ეხლა რაც შეეხება თემას დღევანდელი მოხსნების, შოთამ არ მომწერამთ, ხო, რომ შეხვედრა გამეკეთებინა, მაგრამ ეხლა ეს კონკრეტულ დეტალებში არ შესულა რა, ანუ რას უნდა შეეხებოდეს. ზოგადად სამოტივაციო შეხვედრა, ესეთი რაღაცა, ხო, ასე რომ კაი იქნებოდაო თუ ცოტა ტექნიკურ რაღაცებს შეეხები, რაც შეიძლება გამოადგეთ ბავშვებს ოლიმპიადაზე, რა, და ხო, ალბათ ორივეს გავაკეთებ, დავიწყოთ ტექნიკური ნაწილით, რა. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან მაგარი მომზადებულები ხართ, შევხედა ინტერნეტში, YouTube-ზე. ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ლექციები აქვს აღავლილი. და რავი, ძალიან მიხარია, რომ ესეთი, ასე ვთქვათ, სრული კურსი არსებობს საქართველოში და პირველ რიგში დიდი მადლობა ამ ბიჭებს როგორ რომელსაც თავზე აიღეს, ასე ვთქვათ, კონტექსტ ლექციების ჩატარება. ძალიან დიდი რაღაც, ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. თქვენთვის მე თქვენ გააკეთებთ თქვენი შემდეგი თაობებისთვის და ყველა ერთად ვაკეთებთ ამ ქვეყნისთვის. და ანუ დავიწყო პირველ ესე იგი ფიქრობდი რა შეიძლება რა შეიძლება დაგლაპარაკებოთ იმიტომ რომ ყველა ლაპარაკიც არ იყოს და ოლიმპიადაზე შეიძლება გამოგადგეთ რა და რამოდენიმე თემა მომივიდა თავში მაგრამ პრინციპში ხო 2-3 თემა რა და სამივე მინდოდა რომ დავიფარო. მე მივხვდი რომ აზრი არ აქვს ჯობია ერთი თემა დავფაროთ და თქვა 1 საათის განმავლობაში და ღრმად რომ რაღაცეები ისეთი გასწავლოთ, რაც შეიძლება აქამდე არ შეგვიძლია. შეიძლება შეგვიძლიათ, მაგრამ შემთხვევაში ყველა მოვიდეთ ესე იგი რა. კონკრეტულად მინდა ვილაპარაკოთ დღეს კლასიფიკაციის მოდელებზე და კლასიფიკაციის მეტრიკებზე. დარწმუნებული ძალიან კარგად იცით უკვე გავლილი გაქვთ აქ თემა, ამიტომ გამიჯერეთ რომ ვეცდები რომ გამეორება არ იყოს და რამე ახალი გასწავლოთ. დაახლოებით რომ ვიცოდე ესე იგი რა პირველ რიგში ნახე სილაბუსში და სილაბუსში წერია რომ ეს თემა ერთ-ერთი ასე ვთქვათ თავი თემა არის რა და დაახლოებით რომ მოგცეთ ესე პერსპექტივა ის დაფარვა მინდა ნუ რა სტანდარტული დავიწყოთ სტანდარტული მეტრიკებით ხო რაც ყველა მიცით ალბათ
ინგლისურად ვიტყვი. სხვაშორის ინგლისურად იქნება ეს ოლიმპიადა თუ ქართულად გადაგიტარგმნია. მეც დიდი ხნისია ჩვენ მე ფიზიკაში ვიყავ ოლიმპიადაზე, მაშინ ვითარგმნიდნენ ხოლმე ამოცანებს. კი. იფოზე აყოფილა ახოზე აზიის ოლიმპიადა, მაგრამ იფოზეც ეგრე იყო რა, თარგმნიდნენ ხოლმე ქართულად და მაგრამ ეხლა მეგონი ინგლისურად ყველა მისწავლა და პრობლემა არ არის. ამიტომ ინგლისურად ვიტყვი ამ ტერმინებს და ქართულად გადამთარგმნეს დღეს აზრი არ აქვს და მე დიდ პერსპექტივაში ვიფიქროთ, მაგაზე როგორ შეიძლება ეს სიტყვა ქართულად გადამთარგმნოთ. რამე ძალიან არ მიყვარს, თუმცა ინგლისურად ლაპარაკობენ ხოლმე. ნახევარი განსაკუთრებით ამ პროგრამირების და ტექ თემაში ძალიან ხშირად არა პოდკასტებს რაღაცებს რო უცმენ. მინიმუმ ნახევარი სიტყვების არ ინგლისურად ხოლმე და ეს იმის მანიშნებელია, რომ ჯერ ადრე ვართ ასე თქო და უნდა გამომვითარო ეს ზარგი, რაც გულისხმობს ლექსიკონის შექმნასაც რა. აი, მოკლედ დღეს ამინდა დავფარო, ესე იგი, ყველა მის ალბათ accuracy, precision recall, ROC AUC რაც არის, ხო? აი, მაგალითად ROC AUC არის რაღაცა წირი არის იმის ქვემოთ, რომ გავშიფროთ AUC ნიშნავს area under the curve. და ROC არის კიდე ძალიან საზიზღარი სახელი არის, საერთოდ ანტი ინფორმატიული receiver operating characteristics. რაღაცას ნიშნავს რომელიღაცა სამხედრო მიმართულების დარგიდან თუ რაღაციდან მოდის ეს სიტყვა. არ აქვს მნიშვნელობა რა არის, სახელებს არ აქვს მნიშვნელობა. თუ ერთ წინადადებაში თუ შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის მეტრიკა, რას გადმოცემს, ოღონდ ერთ წინადადებაში. რომელი კლასი თუ აქვს ჩვენ მოდელს მიკერძო რომელიმე კლასზე თუ აქვს მიკერძო, რა გულისხმობ კონკრეტულად? არ დაბალანსებული დატა თუ არის, მაგ შემთხვევაში წონის ვარ მიჭდეს არასოლებრივ აი დაბალი მონაცემების შეიცავს, მაგას მეტი წონას არ ამიჭერდეს, ვიდრე ეს უკონჩეს. ხო, საინტერესოა. მე ეს პერსპექტივა არ ვიცი, მაგრამ მე ცოტა სხვა ახსნა ვიცი ალბათობის ენაზე რა, რომ ეგ მეტრიკა არის რაღაცის ალბათობა. და მაგ თემაზე ერთ თემა არის დაგელაპარაკებით რა. რომ რატო არის მაგალითად იცით თუ არა რომ შეიძლება მოდელს იდეალური ROC ქონდეს ერთი, ხო, ყველაზე კაი არის ერთი, ხო? მაგრამ აბსოლუტურად ცუდი მოდელი იყოს. მაგ თემაზე დაგელაპარაკებით და ასევე დაგელაპარაკებით ალბათობის კალიბრაცია თუ გაგიგეთ ეგეთი ცნება. არა. ძალიან კაი. მოკლედ ესე იგი ყველა არ მოსულა და რაღაცები შემიძლია გასწავლოთ დარწმუნებულად თქვენგანაც ბევრ რამეს ვისწავლი რა. აი, მოკლედ დავიწყოთ. პატარა ესე იგი მინდა რომ ესე იგი რაღაცა ისე არ მინდა გამომიძღო ლექციასავით, მაგრამ ნუ პატარა ლექციასავით გადავიმეორებ სტანდარტულ რაღაცებს, ან basic რაღაცებს და მე ცოტა უფრო ამ advanced topic-ებს შევხვდებით, რა არის AUC, რატო არ არის მაგ ალბათობის მიმართ სენსიტიური, რატო არის სენსიტიური ranking-ის მიმართ მარტო და რას კალიბრაცია, რას ნიშნავს და ასე შემდეგ, რა. რატომაც გული მიგრძნობს, რომ შეიძლება ამ თემას შეეხონ შემდეგ ოლიმპიადაზე, იმიტომ რომ რაც გადავხედე წინა ამოცანებს, რაღაც ეგეთი შეგრძნება გამოჩნდა და ნახოთ სწორი იქნება თუ არ ჩემი შეგრძნება. კაი, მოკლედ დაქვია, პატარა პროგრამა დავიწყე რა მინდა გავიაროთ, მაგრამ როგორ? კაი, ესე იგი პირველ რიგში პატარა ესეთი ამ სავარჯიშო გავაკეთოთ, რა. ესე იგი accuracy იცით რა არის? Accuracy არის. ესე იგი accuracy არის ატეხში დავწერე. მე გამოჩნდება კარგად. ესე იგი ეგ არის true positive plus true negative. მე მგონი ამაზე მეც ვაზუმ. არ ჩანს კარგად. ხო, მაგრამ ხო ეს მე აღარ ეტევა. ეხა შეხვეჩანს, ხო? ეს accuracy კაი მეტრიკაა თუ ცუდი მეტრიკაა? ერთი წამით ესენი
მაგათ მოგამჩეს. Accuracy კაი მეტრიკაა, ცუდი მეტრიკაა. ხო, ძალიან კაი. რატო? შეიძლება მონაცემების უმეტესობა ერთი ხასი იყოს და მარტო-მარტოს გას სწორად გასულს შესაბამისად ვაიგნოროთ მეორე კლასს. მართალი. ძალიან კაი. ანუ რეალურად თუ გვაქვს მაგალითად ძალიან დაუბალანსებელი დატასეტი. ესე იგი ორნაირად ვახასიათებთ ხოლმე ნოლებით და ერთებით, ან პლუს ერთები და მინუს ერთები და მე ორივეს ვიხმარ, ხშირად ავურავ ხოლმე ერთმანეთში, მაგრამ პოზიტივი თქვათ რომ 1 არის და ნეგატივური თქვათ -1 ან 0 რა. თუ მაგალითად უმეტესობა არის, მაგალითად აი რეალური кейსი ვავიღოთ, ხო, მაგალითად აი fraud detection ასე ქვია რა, გვაქვს რაღაც ბანკის ტრანზაქციები და 1%, როგორც წესი 1 ან ნაკლები პროცენტი არის ხოლმე თაღლითობასთან დაკავშირებული რა. თუ ნორმალურ ტრანზაქციას 0-ით აღნიშნავთ და 1-ით აღნიშნავთ თაღლითურს, დაჟე მოდელი ისეთი, რომელიც ყველაფერს ეძახის ნორმალურ ტრანზაქციას მოგცემს 99%-იან accuracy-ს, ხო? ანუ რეალურად accuracy მაგ შემთხვევაში დაუბალანსებელი dataset-ის შემთხვევაში არ არის კარგი მეტრიკა. ზოგადად რა თქმა უნდა კარგი მეტრიკაა. ან ცალსახად კარგი, ცალსახად ცუდი არაფერი არ არსებობს. რაღაც შემთხვევაში 1 მეტრიკაა კაი, რაღაც შემთხვევაში მეორე მეტრიკაა. რაღაც შემთხვევაში არც ერთი არაა კაი. კაი, ეხლა precision-ი არის მე towards again-ის ეს რაღაცებს უმერეო ხოლმე თვალში. და სიტყვით იმაშავები ხოლმე რა, ესე იგი precision-ი არის, როცა იძახი დადებით positives, რა არის შანსი რომ სწორი ხარ, ხო? ანუ true positive უნდა დავამატოთ როგორ? false positive, ხო? ანუ რო იძახი დადებითი, რა შემთხვევაში ხარ სწორი. რამდენ რა ალბათობით, ანუ რა შემთხვევაში რა პროცენტში ხარ სწორი. ესე იგი precision-ი და მეორეს ვთქვათ, ხო, ის recall-იც არის. recall-ი არის ყველა დადებითიდან, რო ავიღოთ ყველა დადებითი кейსი, რა ნაწილი აღმოაჩინე ამ ყველა დადებითი кейსიდან, ხო? ანუ ისე true positive-ი უნდა გავყოთ true positive plus false negative towards that. ხო, ანუ precision-ი არის, როცა დადებითს ვიძახი რა ალბათობით ვარ მართალი და recall-ი არის რეალური დადებითი სემპლებიდან რა პროცენტი აღმოვაჩინე რა. და ნუ ეს ორი მეტრიკა არის ერთმანეთის როგორც წესი, როდესაც ეს მოდელი გაქვს და ერთი ძალიან კარგი არის, მეორე ცუდი არის ხოლმე ამ პირიქით რა. მაგალითად precision-ი ამ შემთხვევაში არის კაი მეტრიკა. მაგალითად შემთხვევაში თუ გვინდა მაგალითად spam-ის დეტექტირება თუ გვინდა იმეილებში, იმეილის spam-ის, ხო? ანუ მაღალი precision ნიშნავს, რომ როცა ვიძახი რომ spam-ი არის, დიდი ალბათობით spam-ი არის. მაგრამ მეორეს როცა ვიძახი რომ არ არის spam-ი, შეიძლება მაინც spam-ი იყოს, მაგრამ ეგ როგორც წესი ნაკლები პრობლემაა ხოლმე. მე თუ მივიღე იმეილი spam-ი თუ მოხდა ჩემ inbox-ში, დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ კარგი იმეილი თუ spam-ში მოხდა, ეგ არის პრობლემა. შესაბამისად precision-ი არის სწორი მეტრიკა ამ შემთხვევაში. და სხვა შემთხვევები, ხო, იგივე რა შემთხვევაში precision-ი რეალური кейსებიდან სწორი მეტრიკა. მაგალითად იგივე ამ fraud detection-ში, ხო, ამ თაღლითური გადარიცხვების. თუ მაგალითად თაღლითური გადარიცხვას თუ მოდელი იძახის, რომ აი ეს გადარიცხვა არის თაღლითური და ეს გადარიცხვა ავტომატურად იბლოკება რა. მაგ შემთხვევაში მინდა რომ მაღალი precision-ი გქონდეს. როდესაც მოდელი იძახის, რომ ეს არის თაღლითური და ბლოკავს, რომ ყველა ვარიანტში ძალიან დიდი ალბათობით მართლა თაღლითური იყოს. რა, მეორე შემთხვევა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ყველა თაღლითური მაგალითად recall-ით თუ იქნებოდა თავი მეტრიკა ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოცანა იქნებოდა რომ ყველა თაღლითური გადარიცხვა დავადეტექტიროთ. ყველაზე მარტივი მოდელი მაგ შესაძლოა რომ ყველაფერზე ვთქვა რომ თაღლითური არის, მაგრამ ამ შემთხვევაში იუზერებისთვის ძალიან ცუდი გამოცდილება იქნება, ხო? ნებისმიერ შენ გადარიცხვა დაიბლოკება, რომ არ იყოს თაღლითური. რა, შესაძლოა ამ შემთხვევაში precision-ი არის სწორი მეტრიკა. recall-ი რა შემთხვევაშია მაგალითად სწორი მეტრიკა? მაგალითად დაავადების დეტექტირება როცა არის, რომ ნებისმიერი პოზიტიური кейსი, ანუ ის შემთხვევა, როცა დაავადება არსებობს, უნდა დავადეტექტიროთ, არ უნდა გაგვეპაროს არაფერი.
და რომც არასწორად თქვათ, რომ დაავადება არსებობს მაშინ, როდესაც არ არსებობს, არა პრობლემა მეორჯერ გადავამოწმოთ და ანუ ამ შემთხვევაში დაავადების დიაგნოსტიკის შემთხვევაში რიქოლი არის, რა თქმა უნდა, სწორედ. აი, ესე იგი, ეს მეტრიკები არის, როგორ ხდება, ესე იგი, პირველ რიგში ეს მეტრიკები არის, რაც ქვია, threshold dependent მეტრიკა რა, როგორც იცით, მოდელები ხა პირდაპირ კლასებს არ წინასწარმეტყველებს ხომ ნებისმიერი მოდელი, რაც არ უნდა აიღოთ ტიპი ლოგისტიკური რეგრესია, gradient boosting-ი, ხეები, random forest-ი, neural mix-ები ნოლებს და ეთებს არ იძლევა, ხო, რომ იძლევა რაღაც რიცხვებს, რაღაც ლოჯიტებს რაც ეძახიან და ლოჯიტების სრულების ინტერვალი არის როგორც წესი მინუს ასრულებიდან პლუს ასრულამდე შეიძლება იყოს. მე მაგას უყენებთ გარდაქმნას ბინარული კლასიფიკაციის შემთხვევაში სიგმოიდ გარდაქმნას უკეთებ, რომ ეგ რიცხვები მოვაქციო 0-დან 1-მდე. რაც არის ალბათობის ბუნებრივი რენჯი რა. და მე და მაგას ინტერპრეტაციას უკეთებ როგორც ალბათობას. ხო? და ამ კლასებს უკვე ალბათობა როგორც კი წინასწარმეტყველე, მე რაღაცა ზღვარს ადებ, ხო? თქვათ 0.5-ზე მეტი თუ არის ალბათობა მოდელის მიერ დაგენერირებული, არის კლასი 1, თუ ნაკლებია არის კლასი 0. მაგას ქვია ზღვარი, threshold რაც ქვია იმის. ეგ threshold შეგვიძლია აირჩიო პრინციპში ამოცანაზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დამოკიდებული, რას აირჩიო მაგ threshold-ად. რა შეგვიძლია 0.5 აირჩიო, შეგვიძლია 0.99 ან 0.001 რა. მაგალითად თუ 0.9 იგი გააჩნია რომ მაგას დაგელაპარაკებით კალიბრაციაზე ალბათობის, მაგრამ თქვათ თუ მოდელი იძლევა დაახლოებით ერთგვაროვან განაწილებას ალბათობის თქვათ 0-დან 1-მდე და დაადებთ 0.99 ამ thresholds, მაშინ ეს არის, ანუ რაც შეიძლება 0.99 thresholds. თქვენი sample-ის წინასწარმეტყველო მოდელი წინასწარმეტყველო sample-ს აქვს კლასი 1 თუ ალბათობა არის 0.5-ზე მეტი, ხო? მაშინ ეგ არის ძალიან კონსერვატიული მოდელი რა. თუ ჩამოწევთ ამ thresholds, მაშინ პირიქით ყველაფერზე იტყვისო დეტექტირება გავაკეთებ. ხო, ანუ ამ მეტრიკებს როცა ვიყენებთ რეალურად გულისხმობთ რომ არსებობს ეს ზღვარი და ამ ზღვარში ვიყენებთ რომ ვიცინასწარმეტყველოთ კლასი და არა ალბათობა. აი, ეგ არის სტანდარტული ზღვარზე დამოუკიდებელი მეტრიკები. არსებობს კიდე ზღვრისგან დამოუკიდებელი მეტრიკა, threshold independent მეტრიკა, ეს არის ROC, AUC, ხო? უცებ გადავიმეორებთ კიდე რა არის მეტრიკა და მე ცოტა დეტალებში შევიდეთ. მე ცოტა დეტალებში შევიდეთ. თუ კიდე უფრო ისეთ შინაარსი იმას თქვა, რა ქვია. გამოვაშკარავთ ამ მეტრიკის, რაც შეიძლება აქამდე აგებული. აი, პატარა ის გავაკეთეთ, რა ქვია, პატარა მაგალითი რა. ხა არ ვიცი, უკვე აქ აკრეფილი აქვს შეგვიძლია აქედან იმას თქვა. აქ ძალიან ბევრი მართალი რო გითხრათ, ბევრი დრო ამ ქონდა მოსამზადებლად და ძალიან ის აბდაუბდა არის ეს რა ქვია, ჩემი ნოუთბუქი და მოდი გადმოვაკოპირებ, რომ ლამაზად იყოს უფრო რა. კაი, მოგეთ გამიხილოთ თქვა სამი მოდელი, პირველ რიგში ამ ყველა inputs. განმოვაკოპირებ, მინიმუმ დაგჭირდება NumPy. და მე დაგჭირდება სიმარტივისთვის scaling გამოვიყენოთ მარტო რა. როგორც ხომ ჩემი კომპიუტერი საკმაოდ ძველია, შესაბამისად, პერსონალური კომპიუტერი. შესაბამისად, ცოტა დიდხანს უნდება, მაგრამ მე მგონი აწევ უკვე. საფაწაო. და დავაგენერიროთ მონაცემები, უბრალოდ რაღაც კლასიფიკაციის მონაცემები დავაგენერიროთ. ეს make classification არის scikit-learn-ის ფუნქცია, რომელიც დააგენერებს 10,000 მონაცემს samples. Samples ქართულად როგორ ვეძახთ ხოლმე? ერთეული? კაი.
აი, ანუ ნიმუში ერთეული. აი, დღეს სემპლი ვთქვა და მე დიდ მანძილზე გადავთვალეთ. კაი, ანუ 10000 სემპლი გვაქვს, ანუ რაღაცა 20 ფიჩერი გვაქვს, ქართულად მახასიათებელი, ხო? თან თქვა ამ 20-დან 5 არის ინფორმატიული დანარჩენი არაფერს არ შევა, გინდა ქონია, გინდა არა რა. და ცოტა დაუბალანსებელი მონაცემები დავაგენეროთ, 90 იქნება კლასი 0 და 10%, ანუ 90% იქნება კლასი 0 და 10% იქნება კლასი 1. და შევამოწმოთ, ამას მართლაც წესი უნდა კონდეს. 10020 არის რა. დიზაინ მატრიცას რაც ეძახიან. ეს არის X-ი და ლეიბლები მიზნობრივი ცვლადები არის ან ნოლები ან ერთები. 10% არის 1, დანარჩენი არის 0. სტანდარტულად, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გავაკეთოთ train test split-ი, ხო? ანუ გადავდოთ როგორ? ხო, უნდა გადავდოთ თქვა რაღაც ნაწილი მონაცემების ერთი წვნისთვის, ტრეინინგისთვის და მეორე გატესტვისთვის. თან ეს არგუმენტი იცით რა არის? ხო, ეგ არ დაგავიწყეთ არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. როდესაც არაბალანსირებული არის მონაცემები, ძალიან მნიშვნელოვანია რეპრეზენტატიული იყოს train set-ით და test set-ით. მაგალითად, იმის გამო ძალიან ცოტა ერთიანები გვაქვს, ყველა ერთიანი მარტო ტესტში მოხდეს. ტესტი როგორც წესი პატარა არის ხოლმე train-ზე. ყველა ერთიანი მარტო იქ მოხდეს და არც ერთი აქეთ პრობლემა იქნება. შესაბამისად, ეს სტრატიფიკაცია უნდა გავაკეთოთ ყოველთვის. ეს უბრალოდ გეუბნება, რომ ამ მიზნობრივი ცვლადის Y-ის Y-ის მიხედვით ხდება სტრატიფიკაცია. ანუ შეფარდება 0-ს და 1-ს შორის ტესტში და train-ში ერთნაირი იქნება. დიახ. არაფერი, ანუ ხები არის მოდა და იმის დაზუსტება მინდოდა. ანუ რაც მონაცემები გვაქვს მანდ რა განაწილებითაც არის კლასები, იგივე განაწილებით რო იყოს train და test split-შიც მაგას შვება ხო ეს? კი, მაგას ქვია სტრატიფიკაცია რა. რომ ამ შემთხვევაში გააკეთებს სტრატიფიკაციას ამ Y-ის Y-ის მიხედვით. ანუ მიზნობრივი ცვლადის target-ის მიხედვით რა. ზოგადად შეგიძლია ნებისმიერი ნებისმიერ ფიჩერი შეგიძლია სტრატიფიკაცია გააკეთო რა. მაგ შემთხვევაში იქნება რომ ერთ-ერთი მახასიათებელს ექნება ერთნაირი განაწილება train-ში და test-ში. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ class label-ი 0-ები და 1-ები იყოს ერთნაირად განაწილებული. აი? გიპასუხე? კი, მადლობა. აი. კაი, ესე იგი მე მგონი ზუსტად არ მახსოვს default ის რა არის, რა ქვია 80% 20 არის მე მგონია train და test-ში. არ შემიყვანა. არ აქვს მნიშვნელობა. აბა შეგვიძლია შევამოწმოთ. ხო, 25-15-ზე ყოფილა. იმან დიდ მნიშვნელობა მაგ არ აქვს. აი, მოკლედ ეს მონაცემები იმას ქვენით, რა ქვია? მონაცემები გავყავით და ახლა გავაკეთოთ პატარა და ეს სამოდელო მოდელი იმას ქვია, რა ქვია, დავატრეინინგოთ რა. და ნახოთ რა არის თითოეული მოდელის performance ასე ვთქვათ. ესე იგი, თქვათ გვაქვს ლოგისტიკური რეგრესია, random forest-ი და gradient boosting-ი. სამივე scikit-learn-ის. თვალშოს უცებრო პატარა გადახოვა, პატარა შეკითხვა. Random forest-ი და gradient boosting-ის შორის განსხვავება ხო იცით რა არის? თავი რა? დიდი თრიებია თუ პატარა თრიებია?
ხო, აი განთავარი განსხვავება. Random forest-ში მთელი მუღამი რა random forest. Random forest-ში იღებ ძალიან ბევრ trees და თითოეული არის ძალიან დიდი. და თითოეული არის overfitting, რა. Overfitting ხო იცით რა არის, ანუ ქვია, დაბალი bias და დიდი ვარიაცია, რა. და თითოეული ხე random forest-ში არის ძალიან დიდი. და აკეთებს overfitting-ს. მაგრამ როცა გაასაშუალოებ დისპერსია, ალბათ ეგ არც მოგითხოვოთ, რომ იცით, მაგრამ სტატისტიკური ფაქტია, რომ როდესაც ძალიან ბევრი შემთხვევით სვლადი გაქვს დიდი დისპერსიის და შეკრიბა გაასაშუალოებ, დისპერსია მცირდება. აი მთელი მუღამი ამ random forest-ის ეგ არის, რომ დისპერსიას აგდებს. შესაბამისად random forest-ი იმის თელი დიზაინი random forest-ის ის არის, რომ რაც მეტი ხე არის, მის ნაკლები არის overfitting, რა. მაშინ თითოეული ხე არის ძალიან სერიოზულად overfit არის, რა მოკლედ, რა. საშუალოს როიღებ დისპერსია ან overfitting-ი ძალიან მცირდება. და gradient boosting არის პირიქით, gradient boosting შეიძლება ძალიან პატარა ხეები, ხშირად სიღრმე ხეს არის 2. ან ერთი vertex-ი გაქვს, ან ერთი დონე გაქვს, ან 2 დონე, რა, ძალიან პატარა ხეები. ან ძალიან დიდი bias-ი არის, ან ძალიან სუსტი მოდელები არის, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული ჯაჭვით არის, ხო? ანუ ერთის შეცდომებს მეორე ასწორებს, მაგრამ იმის შეცდომებს პირველის და მეორის ერთად შეცდომებს მესამე და ასე შემდეგ, რა. ანუ შეიძლება ეგ გამოგადგეთ მაგისოდან, რომ random forest-ი არის ძალიან დიდი ხეები, ყველა არის overfit-ი, მაგრამ საშუალოდ არ არის და gradient boosting არის პირიქით პატარა ხეებია და ერთმანეთს ჯაჭვით მიყვება, რა, ერთმანეთის შეცდომებს ასწორებენ. კაი, მოდი, ახლა იმასთან რა ქვია, დავატრენინგოთ და შევხედოთ რა იმას რა ქვია. ამ დატრენინგ მოდელებს შევინახავ ამ trained model dictionary-ში. და მე უბრალოდ ლუპი ავიღოთ და დავატრენინგოთ. ხო, ეს არის ROC curve, რასაც ქვია, ხო? ესე იგი, თქვენაც გითხარით ისიც გამიხილოთ, ის ინტერპრეტაცია რა და ცოტა დავაპატარა. და ზოგადად რა არის, ყველა მიცის, ხო, ეს ROC curve. ანუ X ხეზე გაქვთ false positive rate. False positive rate არის ესე იგი, როდესაც ესე იგი, პირველში true positive rate არის იგივე recall-ი, ხო? როდესაც რამდენი პოზიტიური sample-ი დაადეტექტირა რეალურად, რა და false positive rate არის იგივე იყო ნეგატიურებისთვის, რა. რამდენი ნეგატიური sample-ი დაადეტექტირა რეალურად. კაი, ესე იგი, პირველ რიგში გამოვხილოთ threshold-ები, რა. ესე იგი, ეს ROC curve არის თითოეული ამ წირებზე curve არის წიდი, ხო, ქართულად? ამ წირებზე თითოეული წერტილი რა არის? ამიტომ რა არის, რა თქმა უნდა შეესაბამება რაღაც thresholds, ხო? ან გვაქვს რაღაც კონკრეტული მოდელები, ამ კონკრეტული მოდელებით ჩვენი sample-ებისთვის, კონკრეტულად კი test set-ისთვის, ხო? ასე იგი, რა დავშოვით აქ. loops ვაკეთებ მოდელების მიხედვით, ხო? ანუ ჯერ განვიხილავთ ლოგისტიკურ რეგრესიას, მე ამ random forests, მე gradient boosting-ს. ვაკეთებ loops. თითოეულ iterაციაში, ესე იგი, გვაქვს რაღაც ვიღებთ ამ მოდელს, უკეთებთ ну fit უკეთებთ, ხო? და რა ქვია, ვაკეთებთ ალბათობის წინას predict probe არის ალბათ თითოეული test set-იდან თითოეული sample-ისთვის წინას ამეტყველებს ალბათობას, ხო? და მე ამ ალბათობის მიხედვით ვადებ სხვადასხვა thresholds და ამ threshold-ების მიხედვით შეგვიძლია გამოვთვალოთ false positive rate და true positive rate
და მე ასე ვთქვათ ROC ეს ROC წირი ავაგოთ რა. ეს კარგად იცით ხო ყველამ? კაი, ესე იგი თითოეული წერტილია. პირველ რიგში სად არის რომელ წერტილს ამ წირზე რომელ წერტილს შეესაბამება threshold-ი უდრის 0-ს. ალბათობის threshold-ი უდრის 0-ს. ესე იგი ალბათობის threshold-ი უდრის 0-ს რას ნიშნავს? რომ ყველა samples წინასწარმეტყველთ როგორც პოზიტივი. ანუ გამოდის რომ true positive rate არის იგივე რეკორდი თუ არის ერთი უნდა იყოს. ხო? თუ ყველას true positive rate არის რა ნაწილი ყველა რეალურად პოზიტიურებიდან დავადეთ როგორც პოზიტიური. ეგ არის ერთი. ანუ გამოდის რომ იქ თქვათ მარჯვენა ზედა კუთხეში, ხო? შესაბამისად, იმიტომ რომ ესე იგი true false positive rate-ის ერთი არის, ხო? იმიტომ რომ თუ ყველაზე ვიძახეთ რომ ერთი არის, ნოლები არც ერთი სწორად არ ამას გვიქნია. შესაბამისად, threshold-ი უდრის 0-ს არის მარჯვენა ზედა კუთხეში. threshold-ი უდრის 1-ს არ გიგჭირდებათ გამოცნობა და არის 0-0 მარცხენა ქვედა კუთხეში. კაი, ეხლა მაგალითად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რომელია ყველაზე კაი მოდელი? ამ სამიდან ყველაზე კაი მოდელი რომელია? აქ random forest და gradient boosting-ს ერთი და იგივე აქვს ხორი. ხო, ანუ მე მაგ ორიდან, მაგ ორიდან ერთად ავიღებთ ალბათ. აი, მაგალითად, თქვათ, გინდათ ამასდელის გამოყენება, თქვათ, სპამის დეტექტირებისთვის რა. სად აიღებთ? threshold სად დაადებით? კონკრეტული threshold-ი რთულია, აქედან დაადგინო, იმიტომ რომ threshold-ი აქ არ ჩანს, ხო? მაგრამ რომელ წერტილს შეესაბამება ამ წირზე ის threshold-ი, სადაც რომელსაც აირჩევდით, თქვათ, spam დეტექტორისთვის. True positive მინდა რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოდის თვალს. იმიტომ რომ precision შემთხვევაში, precision სისტემებით მას სტანდარტი შემთხვევაში. ხო, რეალურად მე რომ ვკითხო, ნებისმიერ ამოცანებში სადაც აქ ავიღებდი, ცოტა რთულია რეკომენდა ხო, მაგრამ ხო, აი სადაც აქ ავიღებდი რა. ხო? რატომ? იმიტომ რომ აქ უკვე true positive rate საკმაოდ მაღალია და false positive rate დაბალია. და მე აქედან აქამდე, რა თქმა უნდა, true positive rate თუ გვინდა 1 ყოველშვილი აქ ავიღოთ, მაგრამ არ გვექნება false positive rate-ის ძალიან მაღალი, რაც არ გვინდა. და რეალურად ნებისმიერ ამოცანაში დაახლოებით არის სადღაც აქ ავიღებდი მე პირადად threshold-ს. იმიტომ რომ აქედან მოყოლებული უკვე ბევრად ნელა იზრდება true positive rate რა, ისედაც თითქმის 90%-ზე მეტი არის, ხო? და აქეთკენ რომ მივიდოთ უკვე false positive rate-იც იზრდება და არ გვინდა. შესაბამისად, სადაც აქ ეს მოდელი იქნებოდა ყველაზე კაი ჩემთვის რა. არა აქვს დიდი მნიშვნელობა რა. გამოცნას განიხილოთ. იმიტომ რომ აქედან აქამდე true positive rate-ი რამოდენიმე პროცენტით იზრდება და false positive rate-ი ძალიან სწრაფად იზრდება რა, წფივად. სადაც აქ სადაც ხდება გადაგრეხვა ამ რა ქვია, წირის იმას ავირჩევდი მე პირადად. მაგრამ რა თქმა უნდა, ცოტა სუბიექტური არჩევანი არის რა, ყოველთვის შევხედოთ ამოცანას. აი, ეხლა ცოტა საინტერესო რაღაცები უნდა დავიწყოთ. ესე იგი, პირველ რიგში ნახოთ მაგით ავირჩიოთ gradient boosting-ი რა. რამე შეკითხვა ხო არ არის Google Meet-ზე? არა, გასაგებია ყველაფერი ჯერჯერობით. ძალიან კაი. კარგი, ესე იგი, ავირჩიოთ მაგალითად gradient boosting-ი, რომ შევხედოთ ალბათობის, რას წინასწარმეტყველებს. ხო შევინახეთ ეს დატრენინგებული მოდელები რა.
ესე იგი დატრენინგა overshoot-ის gradient boosting-ი. ეს არ ვიცოდი, ეს ახალი რაღაც ის არის, ფიჩერი არის იმ ჯგუფთან ნოტბუქში. ეს ლამაზად იმას შვება რა, გიგი პრინტავს და დაჟე გეუნებო რომ ფიტით და არ ვიცოდი აქ უნდა პირველად ხედავ ამას. უბრალოდ პირველად გუშინ დავინახე პირველად, რაც მომზადებოდი ამ ლექციის. ხო, ესე იგი შეგვიძლია ვიწინასწავლოთ predict proba გამოვიძახოთ. ეს მონაცემებზე, ხო, და შევხედოთ ალბათობას კლასის 1. შესაბამისად, ეს predict proba იმას რა ქვია, ლისტებს გაძლევთ ბევრ ლისტს რა. პირველი კომპონენტი არის კლასი 0-ის ალბათობა და მეორე კომპონენტი არის კლასი 1-ის ალბათობა. აქ უბრალოდ ვიღებ კლასი 1-ის ალბათობას რა. და ხო, არის რაღაცა მასივი, რომელსაც აქვს ალბათობები რა. შეგვიძლია დაჟე ამას დავარქვათ ორიგინალური, ესე იგი, ამას დავარქვათ მოდელის მიერ, ეს მოდელის output-ი არის ალბათობები, ხო? ეხლა განახოთ, რომ რეალურად არანაირი ალბათობა არ არის. და როგორ? ხო, კალიბრაცია ჭირდება. ესე იგი, ეს არის როგორც წესი, ნებისმიერ ML-ის წიგნში ან კურსებში გეტყვიან, ეს არის ალბათობები რა. და კიდევ ერთხელ შეგვიძლია უბრალოდ ეს არის gradient boosting-ის მიერ ნაწილაკებული ალბათობები, შეგვიძლია ავიღოთ ალბათობები და შევაგდოთ, ისევ დავითვალოთ ეს ROCAUC, ნახოთ რომ არის 0.96, როგორც იმ გრაფიკზე იყო, ხო? უბრალოდ ესე იგი, probe originals ვეძახი ხამას, ხო? და ეს ROCAUC რომ დავპრინტოთ გავა 0.96. ხო? და იგივე აქწერია რა. ძალიან კარგი. ეხლა კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მომენტია, შეგვიძლია ვნახოთ, რომ რა არის მინიმალური და მაქსიმალური ალბათობა ამ მოდელის მიერ ნაწინასამეტყველი, ხო? ესე იგი, უბრალოდ ეს probe original ავიღოთ და დავთვალოთ მინიმალური ალბათობა, დაახლოებით 0-თან ახლოს და მაქსიმალური ალბათობა. და ერთთან ახლოს, ანუ რაღაც მოდელზე, რაღაც ერთ sample-ზე დარწმუნებულია, რომ 0 არის ისა ლეიბლი, მეორეს, ანუ ალბათობა იმისა, რომ ერთია ლეიბლი 0 არის და მეორეზე დარწმუნებული, რომ პირიქით 1 არის. ეხლა მე მინდა რომ ეს ავიღო ეს ნაწინასამეტყველი ალბათობები. და მივუყენო პატარა გარდაქმნა რა. თქვათ, აი ესეთ რაღაც წარმოვიდგინოთ, რომ სხვა მოდელი გვაქვს რა. რომელიც ატრეინინგებს ამ gradient boosting-ს. მე ამ gradient boosting-ის output-ს იღებს, ანუ ამ ალბათობებს და მე რაღაც გარდაქმნას უკეთებს ამ ალბათობებს რა. თან ისეთ გარდაქმნას, რომელიც ალბათობებს გარდაქმნის ალბათობებად, ანუ 0-დან 1-დან ალბათობა არის 0-დან 1-მდე და ამ რიცხვებს გადაქმნის სხვა ალბათობებს, რომელიც ასევე არის 0-დან 1-მდე რა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მაგალითად? მაგალითად, ეს ალბათობები ავიღო და გადავქნათ ლოჯიტებად. მე იმ ლოჯიტებს მივუმატოთ რაღაცა რიცხვი, თქვათ 10. და მე უკან გავაკეთოთ ალბათობებად რა. ხოხდებით ეს სხვა. როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეგ? პირველ რიგში ალბათობა როგორ უნდა გავაკეთოთ ლოჯიტებად, ხო არის ფორმულა? ახლა დაგიწევთ ამ ფორმულას აქ. ეს სხვა შორის საკმაოდ ის არის, შეიძლება გამოსადეგი ფორმულა იყოს, მათ შორის ოლიმპიადისთვის რა. ესე იგი, ალბათობა, probability როგორ უნდა გადაიქნას ლოჯიტებად. ლოჯიტები ალბათობად როგორ უნდა გადავქნათ? softmax-ით? softmax-ით არა, თქვა softmax-ით არა. softmax რომელია? ხო, softmax-ით არა, იმიტომ რომ softmax მინუსებშიც მიდის რა და მინუსებშიც არის sigmoid-ით. ხო? softmax-ი არის -6, ანუ -უსრულობიდან უსრულობამდე მიდის და 0-ში არის 0.5. და softmax-ი 0-დან 1-მდეა. ის მართალი. ხო, სწორია. ან H-ი არის მგონი თქვენ. რაღაც ისულე ვილაპარაკე, 100% სწორი ხარ თქვენ რა. თქვენი სახელი? იგი.
გიგი სწორია მე ბოდიშ ვხდი არც ისურელებს. რა თქმა უნდა სოфтмакსია. ანუ ნებისმიერი რიცხვი მინუს სროლობამდე გადადის 0-დან 1-მდე. რა თქმა უნდა სიგმოიდის არ არის. აი ნეირონული ქსელები რატო უნდა აკეთო ხშირად რა. აი ესე იგი, თან კაი, ესე იგი, ლოჯიტები რომ ალბათობაში უნდა გადავქნათ, უნდა გავაკეთოთ, უნდა იმასაც რა ქვია, განაცხადა. ლოჯიტები რომ გადავქნათ ალბათობაში, უნდა მიუყენოთ softmax-ი, როგორც გიგი თქვა, სამართლიანად და პირიქით რომ ალბათობა გადავქნა ლოჯიტებში. უნდა მივიღოთ შემდეგი ფუნქცია. ესე იგი, მოდი ჯერ ის დავწეროთ გიგი მას თქვა. მე ესე იგი, ლოჯიტი ფორმულას დავწერთ. ლოჯიტი არის softmax-ი არის ერთი გაყოფილი ერთ პლუს ამათი ახალიხად მინუს ესე იგი ლოჯიტს დავარქვა else და ალბათობას დავარქვა paste ეს არის იგი ხო გამახსენე როგორ არის softmax მე მგონი ეს არის ხო ეს ამასთან გადავყვებით მეთოდებს ხარისად რეგიონული შეფარდებული ყველას ისიქა ანუ მაგის ლოჯიკების ხო ანუ ზემოთიქება ხარისად ლოჯიკი და განსაკუთრება არა ერთი ლოჯიკი გვაქვს ერთი თქვა ბინარული კლასიფიკაციის შემთხვევაში ერთი ლოჯიკი გვაქვს ხო ეს რაც გიძებნით სიგმოიდის ფუნქცია ხო? ხო. ხო, 1 პლუს არ უნდა იქ. რა უნდა? ხო, პლუს მინუს. ხო, sorry. აი, ხო, ეს სიგმოიდის არის ხო? ხო, მოკლედ ხო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მგონი ეს სწორი ფუნქციაა, იმიტომ რომ შეხენე, როდესაც ალბათობა, ესე იგი ლოჯიტი არის მინუსის სროლობა, როცა ალბათობა არა, ხო, მოკლედ მე რა თქმა უნდა, თავში ცოტა ლოჯიტი ექს მე მივხვდი რა პრობლემა. ლოჯიტი არ არის თვალ ასე მე ვეძახი რა. მოკლედ რაღაცა გადაქმნას გავაკეთეთ, რა გადაქმნა იქნება და თვალ ლოჯიტი არ იქნება რა. დავთვლი, ესე იგი, ალბათობას ავიღო, დავთვლი ლოჯიტი კი არ უნდა დავარქვა, უნდა დავარქვა odds. Okay? odds რა არის? odds არის უბრალოდ შემდეგ ლოგარითმი არის. ხო, ზემოთ არის probability, ქვემოთ არის 1 probability. ანუ ალბათობა რო არის ერთიანი გაყოფილი ალბათობაზე რო არის 0-იანი რა. ეგ არის odds. ეგ თვათ ლოჯიტი არ არის, მაგრამ მოკლედ ტელესკრის რა ქვია confusion-ი ასე ვთქვათ ინგლისურად, ქართულად როგორ გაუგებრობა თუ რაც არის, იმის გამო არ ვიცი, ლოჯიტი ეგ 20 არის პროსტაბაში და ხო, ლოჯიტი არის, ხო? ეს ლოჯიკი. ხო. და ამის საპირისპირო ფუნქცია რა არის? ამის საპირისპირო ფუნქცია არის softmax-ი? თუ სიგმოიდი. ხო. კაი, მოკლედ რა ქვია რა, მნიშვნელობა, ეხლა გავაკეთოთ და ნახოთ რას მივიღებთ რა. არ მნიშვნელობა როგორ აქვს, მაგრამ ერთი წამით დამელოდეთ და ხმა მივიღოთ რაც არის რა. ესე იგი, ალბათობა თუ არის
ესე იგი ლოჯიტი თუ არის ეს ლოგარითმი, ეს ლოგარითმი თუ არის ლოჯიტი, შეგვიძლია შევაბრუნოთ ეს განტოლება? ამ დაფასე ხო მარკერი გვაქვს? ესე იგი, ჩვენ ერთ დავაქვათ იმას ლოგის ხო, ორდიალი ლოგარითმი. ესე იგი, ეს ლოგარითმი. ხო, ეხარისხად L არის, ეხარისხად ლოგარითმი, ანუ P გაყოფილი x - P-ზე, ხო? ხო? ანუ P არის x - P. ნელაგავით პროშევს, ხო? შეიძლება საკითხი P რო გამოვსახოთ. P რო გამოვსახოთ, იქნება ეხარისხად L გაყოფილი x plus ეხარისხად L, ხო? ანუ ეს ეხარისხად L-ზე გავყავ, გამო x გაყოფილი x plus ეხარისხად minus L. რეალურად წევს პერტინენტი. არ ვიცი, ამას სიგმოიდი თუ softmax-ი არის? ესა სიგმოიდი. სიგმოიდია? ხო, ანუ ხო, ძალიან კარგი. მოგეთ ეგ არის რა, ამას მე როდის ვერ მახსოვებ ამ სიგმოიდებს და იმებს შორის გასვლა. მაგრამ პრინციპში ეგ არის, ეს განტოლები სწორია ეს წერია. ანუ რა მინდა, ესე იგი უნდა ავიღო ეს ალბათობები, რომელიც იწინასწრაფებს ყველა მოდელმა და უბრალოდ მიუყენო ეს ალბათობები გადავაქციო ლოჯიტად. მე ეს ლოჯიტი თქვა გავზარდო 10-ით და ისევ გადავაქციო ალბათობებში რა. ესეთი უცნაური მოდელი მაქვს. ხო, იგივე, ესე იგი, ორი მოდელს ვადარებ ერთმანეთს. პირველი არის gradient boosting, რომელსაც მომცა ეს ალბათობები და მეორე არის იგივე gradient boosting, ოღონდ პლუს კიდე ეს ფული გადაქმნა ზემოდან რა. ამოცანა რა არის და ესე იგი, გვინდა პირველ რიგში გვინდა ინტერპრეტაციას, ცოტა სხვა ინტერპრეტაცია გავაკეთოთ ამ ROC curve, რაც ქვია, ROC წივის რა. რომ მაგ შეკითხვა არის შემდეგი. შეიძლება თუ არა მოდელი იყოს ძალიან აბსოლუტურად გამოუსადეგი, მაგრამ ROC AUC ქონდეს 1. ან ერთთან ახლოს. იმიტომ რომ ჩვენ პატარა მიმოხილველი გავაკეთეთ, საიდან დავიწყეთ? ისე დავიწყეთ იქიდან, რომ accuracy განვიხილეთ, precision recall განვიხილეთ. ვიცით რომ არც ერთ ამ მეტრიკას ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება რომ იმდო რა, accuracy imbalance data set-ებში შემთხვევაში. Precision recall-ი, თქვათ, precision-ი, კაი მეტრიკაა, ერთ ამოცანას მეორეს არ არის კაი და ასევე recall. მე როგორც წესი, ესეთი აზრი არსებობს, რომ ეს ROC curve არის კაი მეტრიკა რა, რომ ზოგადად კლასიფიკატორი კაია თუ არა, ამითი შეგვიძლია დავადგინოთ რა. შეკითხვა არის, მართლა შეგვიძლია თუ არა დავადგინოთ. ანუ შეკითხვა არის, შეიძლება მაგალითად ახლა დავატრენინგეთ რამოდენიმე მოდელი, მათ შორის gradient boosting-ი, რომელსაც ჰქონდა AUC 0.96. შეკითხვა არის ალბათობები, რაც ეს gradient boosting-ი მაძლევს. არის თუ არა რეალური ალბათობები და შემიძლია თუ არა გამოვიყენო რეალური გაწყვეტილების მიღებისთვის. პირველ რიგში, ხო, ეხლა მაგიტომ რა მინდა კონტექსტი შემდეგი არის, რომ ეხლა ავიდოთ ესე იგი ამ მოდელს. და ესე იგი, რა ქვია, თქვენ ისე მოგეთ ეს რაღაც მეორე მოდელს ვამაშვები რა. ვადგენ რა, რომელიც არის ეს ალბათობები gradient boosting-ი და ეს გარდაქმნა ზემოდან. და დავწერთ ეს გარდაქმნა. ესე იგი ეს ლოჯიტები შეგვიძლია მივიღოთ უბრალოდ თუ გავაკეთებთ ამ გარდაქმნას ლოგარითმი P1 - P, ხო? ანუ უნდა გავაკეთოთ numpy. და ეს probability, ესე იგი საწყისი ალბათობები გაყოფილი 1 minus იგივე საწყისი ალბათობები. ხო? მე ავიღებ და ლოჯიტებს გავსდი, თქვათ 10 დავუმატებთ რა. ეხლა ლოჯიტები რადგან დიდი რიცხვები შეიძლება იყოს, შემიძლია დავუმატო 10. მე ისევ გარდაქმნი ალბათობებად რა. დავუმატოთ მაგალითად 10.
და ეხლა ისევ გარდაქმნით ალბათობად აი ამ ფორმულით, ამ სიგმოიდიეთ softmax-ი დღეს ვერ დავადგინეთ ჯერ, მაგრამ ამ ფორმულით უკან გადავქნათ რა. ესე იგი ამას დავარქვით probe original-ის მაგას, ამას დავარქვით probe new. ანუ ახალი ალბათობა. ესე იგი ეს იქნება ესე იგი 1 გაყოფილი 1 პლუს და აქ პირიქით უნდა იყოს, ხო? აქ უნდა იყოს პირიქით P უნდა იყოს. და აქ უნდა იყოს L. ხო? Logics. ეს plots ეს არ გამიშვია მართალია. ხო. ძალიან კაი. ეხლა ეს ის რაღაც ალბათობებს მაძლევს, ამიტომ 0-დან 1-მდე არის ეს რიცხვი, ხო? ესე იგი, და ამას შეგვიძლია შევხედოთ როგორც ახალ მოდელს, რა. იმ ძველი მოდელი ავიღო, დავადე ზემოდან გარეთმან და მივიღე ახალი მოდელი. ეხლა დავთვალოთ ამ ახალი მოდელის ROCA-ს. სხვა შორის პირველ რიგში შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ ეს ახალი ალბათობები არის ძალიან შეკუმშული თუ რაც ქვია, skewed, რაც ეძახიან ინგლისურად. ხო, მინიმუმი აქვს ძალიან ახლოს 1-თან და მაქსიმუმიც აქვს ძალიან ახლოს 1-თან. ხო? ანუ პირველი მოდელი მეუნება რომელიღაც sample-ებზე მეუნება რომ ალბათობა 0-თან ახლოს არის. და მეორე მოდელი მეუნება რომ ყველა ალბათობა 1-თან ძალიან ახლოს არის რა. ხო? დავთვალოთ ამ ახალი მოდელის ROCA-ს. ზუსტად იგივე ფორმულით, ხო? უბრალოდ ამ probes original-ის მაგალითად შევაგდოთ probes new. და რო დავთვალოთ, გამოგვივა ზუსტად იგივე. ანუ გვაქვს ორი მოდელი, ერთი წინასწარმეტყველებს, რომ ერთი წინასწარმეტყველებს თან თანაბარ განაწილების ალბათობების და მეორე წინასწარმეტყველებს ძალიან შეკუმშული. ყველა sample-ზე მეუნება, ერთ და იგივე sample-ს უყურებ. ყველა sample-ზე მეუნება, რომ ერთთან ახლოს არის თითქმის ერთი ალბათობები და პირველი მოდელი თანაბარ განაწილებას წინასწარმეტყველებს. ორივეს აქ ერთ და იგივე ROCA-ს. ხო? რომელია უკეთესი მოდელი აქ? რატომ? ეს ისე პრობლემაა საშუალო აროს ზოგადად რანკინგს უფრო არა მარტო რანკინგს აქვს. მარტო რანკინგსაც პრობლემაა. ლეგაზოსო ანაპე რანკინგს უცხოა. ამილეში მარტო ალბათობს უყურებს. ამით მაგალითად პოზიტივ კლასიფიკაციას გავადოთ. მაგრამ ნეგატივის ყოველთვის აქროთელი ორი რა. ამიტომ შეიძლება თუ კლასი ამის არის და რომ თქო მოხდეს. Claro, la historia, después de eso todo lo otra, hay un teoría no hacia los jóvenes de aquel minuto de la verdad. A ver, alguna Oscar dijo, incluye su clase que no se lo va, no por algo más. Para nosotros puede ser día más, ¿verdad? Rogi na su proceso de trabajo, hay después de la doctorada no va que inicia en toda esta llamada. Ahora algo que ხო, მოკლედ რომ მაგითო შევეკითხეთ მე რა არის, ეცენდება შეგიძლია თუ არა ახსნათ ეს ROCA-ს. რო ავხსნათ, შეგიძლია ეგ საშინელი მეტრიკა ვერუს არის არ მესმოდა, ვერუს ვერ ვიტანდი, სახელიდან დაწყებული ფორმულებით დამთავრებული. რეალურად მე მივხვდი რომ მე მასწავლეს. რომ ROCA-ს აქ ძალიან მარტივი ეცენდებინი ახსნა. ეგ არის უბრალოდ ალბათობა იმისა, რო აიღო რეალური ნოლები და რეალური ერთები. და შენ მოდელმა რაღაც იწინასწარმეტყვა ალბათობები ამ სამპლებისთვის, ხო? რო აიღო რანდომული სამპლი ნოლებიდან და რანდომული სამპლი ერთებიდან, AUC-ROC არის უბრალოდ ალბათობა იმისა, რომ მოდელი მიცემს დიდ ალბათობას რეალურ ერთიან სამპლს, ვიდრე რანდომულ რეალურ ერთიან სამპლს, ვიდრე რანდომულ ნოლიან სამპლს. აი ალბათობა არის ზუსტად მათემატიკურად შეგვიძლია დავამტკიცო რა. რა
გამოდიან მაგრამ არ არის მაინც კალიბრაციის ხო არ არის. ხო, ანუ ROC უყურებს მარტო ალბათობის რანჟირებას. საერთოდ არ არის სენსიტიური ალბათობის მიმართ, რეალური ალბათობის მიმართ. არის მხოლოდ სენსიტიური მის მიმართ, რომ რეალური ერთები რეალურ ერთებს მოდელმა უფრო მაღალი ალბათობა მის ზუსტად რეალურ ნორმებს, რა. მაშინ ყველას პროფესორ ანალიზირდა და პროფესორი არა, გამოსავალი არის კალიბრაცია. რას თქვენ? თუ მოდელი მაგალითად მოსაუბრებლად ან სენსორზე მაშინ მოდელი უნდა შეცვალო, ხო? მოდელი უნდა შეცვალო. ან მოდელს უნდა გავუკეთო კალიბრაცია სხვა ენაზე რო ვთქვა. რა ხ განახთ როგორ კეთდება. რას არის კალიბრაცია პირველ რიგში? შენ თქვენ უბრალოდ თქვენი სახელი? ნიკამს მე მგონი ვიცის უკვე ჩემს მოდელს. კალიბრაცია რა არის ნიკა? ალბათობის გაშლილობა და ხო, კალიბრაცია არის ძალიან მარტივი რაღაცა. კალიბრაცია არის მე უბრალოდ ამ დაფაზე გადავსვა, იმიტომ რომ ბავშვები ისმენენ იქიდან აქვია. Google-დან და კალიბრაცია არის შემდეგი. თქვათ, გვაქვს 20,000 სემპლი გვაქვს რა. და თქვათ, ამ 20,000-დან 500 სემპლზე მოდელი გვეუბნება, რომ ამათი ალბათობა არის 0.7, 70%. რეალურად ხა იმის გამო, რომ უწყვეტი ციფრებთან გვაქვს, რა თქმა უნდა, ზუსტად თქვათ 70%-ის მაგრამ თქვათ 70-დან 71-მდე. მინებაც უნდა დავყოთ რა, მაგის პრინციპული მნიშვნელობა არა. თქვათ 500 სემპლზე გვეუბნება მოდელი, რომ ალბათობა არის 70%. ხო? კალიბრირებული მოდელი ნიშნავს, რომ წახვალ დათვლი ამ 500 სემპლი, რომ შეხედავ 500 სემპლს. ზუსტად 70% უნდა იყოს ერთიანები აქედან. და 0 უნდა იყოს და 30% იყოს 0-იანი. 500 მაგრად ვიტყვი 1000 მო. მატრიალი გიწყობება. თუ 1000 სემპლზე მოდელი გვეუბნება, რომ ალბათობა არის ამ 1000 სემპლის ალბათობა არის 70%, ამ 1000-დან დაახლოებით უდესი უნდა იყოს მართლა 1 და 300 უნდა იყოს მართლა 0 რა. ხდებით? ანუ ჩვენ ახლა გრაფიკი რო ავაგოთ. გრაფიკი რო ავაგოთ. წინას x ღერძზე გადავზომოთ, ხა ავაგოთ მაგ გრაფიკს 5 წუთში, მაგრამ x ღერძზე რო გადავზომოთ, მოდელის მიერ ნაწინასწარმეტყველებები ალბათობა და y-ზე რეალური ალბათობა ამ ბინისთვის. თქვათ, ავიღეთ მთელი ალბათობების ყველა ნაწინასწარმეტყველო ალბათობას, ყველა სემპლებისთვის ავიღეთ რა. თქვათ, ავიღეთ ბინი, სადაც არის ალბათობა უდრის 0-დან 10%-მდე, მე 10-დან 20%-მდე, 20-დან 30-მდე და ასე შემდეგ რა. და საშუალოდ დავთვალოთ 0-დან 10%-ը ვინც მოხდა იმ სემპლების რეალური რამდენი არის 1, რეალური რამდენი არის 0. 0-დან 10-მდე რო აიღებ ნაწინასწარმეტყველო ალბათობას დაახლოებით 5% უნდა იყოს რეალურად 1 იქიდან რა. რა თქმა უნდა, სიზუსტე ამ გამოთვლის იზრდება, როდესაც ამ ბინებს უფრო პატარას ავიღებ რა. რო ავიღო მაგალითად 70-დან 71%-მდე და მოდელმა ნაწინასწარმეტყველო თქვათ, როგორც კი უკვე ხო, 1000 სემპლი არის, ხდება 70-დან 71%-მდე შეაქვია ალბათობის ბინში, იქიდან რეალურად უდესი უნდა იყოს დაახლოებით 1-იანი და 300 0-იანი. მე მგონს თქვენ დაახლოებით იგივე. ისე ამ პროგრამებში ამასროლოგიაში გასულ ფუნქციებს ტემპერატურა არის კალიბრაციის პარამეტრები. ანუ ტემპერატურა შეგადას მაგალს მაგაზე კალიბრირდება მე ახლა ალბათობის შეავსოთ მაგში ლოტებს სამშობლოში. მაგალითად სამშობლოში მაგალითად კალიბრაცია უკეთდებოდა ამ ფლატ ეგ არ არის კალიბრაცია. ნუ ხო, ეხლა მოდი ვილაპარაკოთ მაგ თემაზე ზუსტად რა არის, მაგრამ მე იმას ვთქვათ, რა ქვია. მე შეიძლება მე რაღაც მართლა არსებობს ლინკი და მე არ ვიცი მაგაზე. მაგაზე გავარჩიოთ
კონკრეტულად როცა იმას ვიზოთ ხა რა ქვია ამ 5 წუთი დაჩ დაახლოებით ამ ლექციის და ესე იგი რა არის კალიბრაცია ხო კალიბრაცია არის რეალურად ზუსტად დაახლოებით იგივე პროცედურაც მე ხე გავაკეთე ამ ლოგიტებს ვათიანი დავამატე და მე უკან ალბათობით გადავაქცეთ რაღაცა რა დაახლოებით ეგეთ გარდაქმნას აკეთებ ისე რომ განაწილება ნაწინასწარმეტყველები ალბათობების და რეალური ალბათობების იმ ბინებზე რა იყოს ერთ და იგივე მეტი არ ვთქვი მაგრამ რეალურად თვითონ პრაქტიკაში კალიბრაცია ხდება რაღაც რეგრესიას აკეთებენ გზემოდან რა აი მაგალითად შემიძლია მოვიყვანოთ როგორ კეთდება რისკის კალიბრაცია როგორც შეიძლება დამატასემპლი მოდელმა შეიძლება მე ამ აფიციდამაც ბიოლოგიური პროცესი ხო, ანუ ალბათობებს რაღაც პროცესინგს უკეთებს, მოდელის ნაწინასწარმეტყველო ალბათობებს. ახლა კოდი ამ კოდს გავუშვებ, ნუ დიდი ხანი მიდის და მანამდე აგიხსნით რა ხდება რა. აი შეხედე. ესე იგი ვიღებ მოდელს რა. ამ სამი მოდელი ქონდა, ამ სამიდან თითო მოდელს ვიღებ ლუპში რა, თითო იტერაციაზე. ესე იგი უყურებთ ამ დატრეინინგებულ მოდელს ვიღებთ, თქვა ფლით row probability რასაც ქვია რა, ანუ სანამ პროცესინგს გავუკეთებ. მე შეგიძლია შენი მოდელი აიღო და ნიკამ რასაც ამბობდა სხვა მოდელი არის, რეალურად სხვა მოდელი არის რა. Scikit-learn-ს მაგათ არ ფუნქციონალი. რომ აი calibrated classifier CV ქვია რა. იღებს შენ დატრეინინგებულ მოდელს და ზემოდან კიდე უკეთებს ამ ალბათობების პროცესინგს, კალიბრაციას რა. მეთოდი შეიძლება რამოდენიმე იყოს რა, შეიძლება იზოტონური ამაში ხოში ვიყენებთ იზოტონურ რეგრესიას. ხანდახან არის სიგმოიდ მეორე ვარიანტი, აქ შეიძლება სიგმოიდი მიცე რა. სიგმოიდია ცოტა სხვა გარდაქმნას გააკეთებს, სიგმოიდს თავის პარამეტრები აქვს და ისე ეჭვს პარამეტრებს, უკვე დამთავრდა გამოთვლება. რომ სწორად კალიბრებული მოდელები იყვნენ რა. ეს საშინაო დავალებას თუ მე აინტერესებული ამ თემით, მოგცემთ რომ უბრალოდ შეხედეთ ამ კლასს Scikit-learn-ში და გაარჩეთ როგორ მუშაობს. რა, რეალურად არჩევა არის შემდეგი. აქ რეალურად გავუკეთო კალიბრაცია სამივე მოდელს და რაც შეგვიძლია შეამჩნიოთ აქ. რაც შეგიძლიათ შეამჩნიოთ. არის ის რომ ესე იგი ეს არის ზემოთ არის არაკალიბრებული მოდელები რა რას ნიშნავს ან მაგალითად ხარ ვავიღოთ აი მაგალითად ვავიღოთ პლანი არის gradient boosting-ი ხო აი ავიღოთ მაგალითად ესე იგი პირველ რიგში დიაგონალები ყველაზე შეესაბამება ყველაზე კარგად კალიბრებულ მოდელებს ანუ რას ნიშნავს ეს რომ თუ ყველა სემპლს ავიღებთ რომელსაც მოდელმა წინასწარმეტყველა 40% ხო ამ სემპლებიდან ზუსტად 40% იქნება რეალურად დადებითი რა. და ასევე თქვა 80%-ისთვის 80% და აი თქვა 60% და ასე შემდეგ. რა შესაბამისად წინასწარმეტყველები ალბათობები უნდა რეალურად ემთხვეოდეს რასაც აკვირდები რეალურ მონაცემებში რა. და gradient boosting-ი მაგალითად ხშირად ძალიან ცუდ მუშაობს მაგ თვალსაზრისით. აი მაგალითად აქ შეხედეთ, ხომ მწვანე არის gradient boosting-ი რა. ეხლა ეს წერტილი არის, ესე იგი ეს 10 რავი, ამდენი 30% არის რა, ხო? ანუ ეს კი რას ნიშნავს? ყველა ეხლა ავიღეთ ყველა წერტილი, რომელსაც gradient boosting-მა წინასწარმეტყველა 30%. და მაგ წერტილებიდან 60%-ზე მეტი გამოდგა ერთი კლასის რა. მაშინ როდესაც ველოდებოდი ზუსტად 30%-ს. ხდებით? და კალიბრაციის მთელი დანიშნულება ის არის რომ ეს მოდელები შეცვალოს ისე ხო რომ ნაწინასწარმეტყველო ალბათობები დაუახლოვოს უფრო და უფრო დიაგონალს ხო იმიტომ რომ იმიტომ რომ კალიბრაცია არის თვითონ მოდელი არის თავისი ბაიასი აქვს რა ანუ ან რაღაც სიგმოიდ პროცესის უკეთ ერთი ორი პარამეტრი აქვს რა მოკლედ უსასრულო სიძლიერე არ აქვს რა ხო ეს კი ან გეუბნება რომ gradient boosting-ი
კარგად განსაზღვრული bias-ი აქვს რა, ანუ იმ bias-ის სწავლა შეიძლება და უკან მოbrunდება ამ რეგრესიით, იზოტონური რეგრესიით და random forest-ი არ არის რა ეგეთი მოდელი. და როგორც წესი, ეგ კი მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ როგორც წესი, მაგალითად random forest-ი და gradient boosting-ი, random forest ეს უბრალოდ ხის მოდელი, ხეები სწავლობენ, მაგალითად ლოგისტიკურ რეგრესია სწავლობს რეალურ ალბათობებზე, ხო? ანუ ლოგისტიკურ რეგრესიის post ფუნქცია არის softmax-ი, რომელიც არის რეალურად ალბათობას ასახავს რა. და random forest ის ტრეინინგის პროცესს არ აქვს არაფერი საერთო ალბათობებთან. random forest ხო იცით რომ რაღაც ენტროპიას იმაშვება, რა ქვია, ამინიმიზირებს რა. და მაგიტო არის ძალიან ზოგადად რომ ძალიან ზოგადი არგუმენტი იმისა რომ რატო არის ხოლმე ხეების მოდელები ცუდად კალიბრირებული ეგ რომ ტრეინინგში არ არის ალბათობა არ მონაწილეობს რა. ხო, აი ეს არის მოკლედ პასუხი კითხვაზე რა, ესე იგი რა შემთხვევაში უნდა რა არის კაი მეტრიკა, ხო? არა, ერთი პასუხი არ არსებობს რა, მაგრამ კალიბრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ კარგად კალიბრირებული მოდელი ვიქონდეთ რა, იმიტომ რომ როგორც გაჩვენეთ, შეიძლება მოდელი წინასწარმეტყველებდეს ყველა სემპლზე თითქმის ერთ ალბათობას, თქვა 2.99 ალბათობას, ქონდეს იდეალური AUC, მაგრამ აშკარად ძალიან ცუდი მოდელია. იმიტომ რომ რეალური ალბათობები ბევრად პატარა არის რა და ბიზნესში მაგის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად რომ მოგიყვანოთ, ხო? აი პირველი მოდელი, რომელიც თანაბარ განაწილებას წინასწარმეტყველებდა ალბათობების, თქვათ გვინდა შემდეგი ამოცანა მოხსნათ, რომ თქვათ Netflix-ში მუშაობთ რა და ესეთი ამოცანა დაგისვეს, რომ უნდა გაცეთ რაღაც ფასდაკლები უნდა მიცეთ ხალხს რა და თქვათ ვიცით $10 ფასდაკლებას გამოწერაზე და იცით რომ ეს გამოწერა ერთ წლის განმავლობაში მოგიტანთ $100. ხო? და ასევე იცით რომ და ასევე მოდელი გაქვთ, რომ წინა ეგეთ ფასდაკლების დატრეინინგებული, თქვათ ერთ წლის წინანდელზე, რომელსაც შეუძლია წინასწარმეტყველოს ფასდაკლების შემთხვევაში რა არის ალბათობა რომ გამოიწეს ადამიანი რა. $10 მიცემს და რა არის ალბათობა რომ მოგიტანს $100 უკან, ხო? თქვათ 50% თუ არის ალბათობა, რამდენს ვიგებთ ამ გამოწერიდან? $40, ხო? იმიტომ რომ 50% თუ არის ალბათობა და $100 არის რა ქვია, გამოწერის ფასი, expected return არის საშუალოდ მოგივათ მაქედან $50. ამ ალბათობა უნდა გაამრავლო ამ returns-ზე, ხო? $100 ფასის ის არის რა ქვია, free trial არის. $10 თქვა აბსოლუტური ფასია, რომელსაც უხდი რა ადამიანს. აძლევ $10 და ეუბნები გამოიწეს და ან გამოიწეს, ან გამოიწეს. ეს ცოტა სულელური მაგალითია, ხო? $10 აძლევ და შეუძლია სხვა რაღაცას დახარჯოს, ვაფშე არ გამოიწევს რა. ხო, ყოველ ჯერზე რა. ხო, ყოველ ჯერზე. ხო, 100-ის ნახევარი -10 რა. ანუ 40 მოიგებ. ანუ ეს გამოთვლა უკვე პირდაპირ შეიცავს ალბათობას რა. როგორც კი არაკალიბრირებულ მოდელს მივუყენებ, ახლა მე ხა ეს გიჟი მოდელი რომ მიმეყენებინა, რომელიც ყოველთვის ერთ გულისხმობს ითვლის, ხო? საშუალოდ $90 მომივიდოდ, ვეტყოდი CEO-ს თუ ვინც არის, რომ აი დავიკავე, ჩავდოთ ეგ ფული და საშუალოდ ერთი ადამიანი და $90 მომივიდა. მაგრამ რეალურად ჩავუშვებ ამ მოდელზე, გამოგიო რომ არც არაფერი არ მოგივა და მე აი დიდი პრობლემები იწერა უკვე data science-ის დეპარტამენტში რა. ამიტომ ეს მაგალითი არის, რომ ალბათობებს, რეალურ ალბათობებს ამ ხალხმშობა შეიძლება გქონდეს. და კიდევ ერთხელ, რეალურ ალბათობების მიმართ AUC არ არის სენსიტიური. სხვა მეტრიკები არის. precision recall და ეგეთ რაღაცები. იმიტომ ისინი threshold შეიცავს რა. აი, მოგითა ეს მინდოდა რა, მე ისეთ საათს დაახლოებით საათად წუთი გამოვიდა, სულთან რომ მე მგონი ყველაზე ფასეულად შემეძლო მე თქვა ის არის რა, რაც ოლიმპიადაზე შეიძლება
გამოგადგეთ რა და იმედია რაღაც ახალი ისწავლეთ და დანარჩენი თუ იმას დაინტერესებს საიკეთლენის დოკუმენტაციაში შედით და ამ კალიბრაციაზე გაარჩიეთ მე მგონია რომ გამოგადგებათ თუ ოლიმპიადაზე არა მე მომავალში კაი ეს იყო მოკლედ არის თქვაც მიდოდა და ხა დანარჩენი არ ვიცი თუ გვიანი არის მაგრამ ვისაც ასლა უნდა არ მოგერიდოთ და ვისაც არ უნდა შოთამ ასევე ერთ ვარიანტად მითხრა რომ კაი იქნება თუ არა ოლიმპიადის საკითხებზე დაგელაპარაკეთ თუ იმას გაინტერესებთ მაგალითად სწავლის გაგრძელებაზე რა კარიერა მიმართულებით შეგიძლია წაიყვანოთ ამ დარგში რაც შეეხება data science, machine learning-ს, ხელოვნური ინტელექტს და შემდეგ და ხო ზოგადად შემიძლია ჩემი გაგიზიაროთ რაზე მუშაობთ, როგორ მუშაობთ, რა არის მოდელები, რას ვეძებთ, რის ცოდნას ვეძებთ კონკრეტულად ჩვენ კომპანიებში, ჩვენ მსგავს კომპანიებში, Uber-ში, Airbnb-ში და ეგეთ კომპანიებში. თუ გაინტერესებთ, შეგვიძლია მაგას ვილაპარაკოთ რა. თქვენ საქართველოსთან მუშაობთ თუ სხვა ქვეყანაში? არა, მე საქართველოსთან არ მუშაობ, მე მუშაობ ესტონეთიდან. მე მუშაობ Bolt-ში და სათავო ოფისი არის ესტონეთში. თუმცა ბევრი ოფისი გვაქვს. ინჟინერული ოფისები გვაქვს ბუქარესტი, ბერლინში, ვარშავაში და ასე. ლონდონშიც მე მგონი ნელ-ნელა რაღაცა. ოფისი გვაქვს, მაგრამ ინჟინერული ეხლა კეთება რა. აი, მაშინ ჯერ თქვენ კითხავთ მაშინ რა. და რა ქვია, ეს გუნდი რამდენ კაციანი არის? 2 მიდიხართ? 4 კაციანი? ანუ სულ 8. და როგორი ამოცანები არის? ანუ ლაივში უნდა მოხსნა თუ საშინაო დავალებას ავითაა თუ როგორ? ერთი ტიპის დავალება არის ზუსტად ეს მოგვი და საშინაო დავალება ქვია, მაგრამ მასები მომდის და გასცემ დიდი ხანი ჭირდება გადამუშავებას, მაგრამ სამჯერად ხანი ლექტორებს ხმარებიან და იმაში დადგება რომ გარდა იმისა რომ მე ამ საშინაო დავალების მონაცემ დამუშავების შედეგს გავგზავნი, იქ პირველ დღეს ანუ ორი დღიანი არა როგორც სხვა ოლიმპიადებზე. პირველ დღეს გამოვატანე მაგ მონაცემიდან დასმული რაღაცა თქვა custom feature-ი რაღაც მასეთი გამოგადგება ამ საინსამოსში. მეორე დღეს საერთოდ არაფერი არ იცი, მაგრამ მეორე დღესაც იგივე დროში სამომდის და იქვე ლაივ შეკეთებ მაგური დღის განმავლობაში ამოცან გამოსცემ. ბოლოს მე გვაქვს კიდე გუნდური შეჯიბრებიც, რომ 4 კაცი ვდებით, უფრო მეტი ხანი გვაქვს ასილებით და რობოტიკის დავალება იქნება, უნდა დავადეპლოიოთ, რომ მეგონი vision და inverse kinematic-ის ალგორითმები, რომ რაც რობოტი უნდა აუმუშავო. მაგის მე აზზე არ ვარ. და დაართული. და რა მაგისტრის reinforcement learning-ი და ეგეთ რაღაცები ჭირდება, თუ როგორ? აი ბატონო. კაი, ეხა იმის გამო რომ ხალხი გვისმენს Google Meet-იდან და არის მით აქ რა ხდება. რა ქვია, მას ვიზო რა. მეც ვეცდები რომ ჩემი ის გაგიზიაროთ გამოცდილება. პირველ რიგში რას მინდა გითხრათ, რომ რა მეც ოლიმპიადაზე ვიყავი, თქვენსავით, თავის დროზე. და თან მე ვიყავ ფიზიკაში ვიყავ მაშინ. რა. ეგ იყო ძალიან დიდი ხნის წინ, აზიის ოლიმპიადაზე ვიყავი, სინგაპურში ვიყავით მაშინ, რა. და ძალიან ცუდი მოგონებები მაქვს ოლიმპიადაზე, რა. აი ვერ ვიტან დღემდე, რა. და მე მივხვდი რომ იმის გამო რომ ზედმეტად სერიოზულად ვიღებდი.
რა, მაშინ როგორ იყო, იცი რა, რა ქვია, ვინც ოქროს მიიღებდა თუ რაღაცა, იმას ინგლისში რაღაც უნივერსიტეტი ფასოდ იღებდა დაფინანსებით და მე ბრინჯაოზე კიდე ვერსა და ბრინჯაოზე კიდე სხვა ისინი პერსპექტივები ხდებოდა და მოკლედ ძალიან სერიოზულად უყურებდი, მეგონა რომ მოკლედ აი თუ ვერ მოვიგე შანსი არ არის კარიერის გამოს მივახცია ცხოვრებაში. რა თქმა უნდა სისულელე არის რა, არც ამ ოლიმპიადით იწყება თქვენი მოღვაწეობა და არც ამ ოლიმპიადით თავდება და ჩემი აზრით სწორი მიდგომა არის რომ უბრალოდ გასართობად გამოიყენოთ რა. რომ ჩახვიდეთ იქ გაერთოთ და წამოხვიდეთ რა. არაფერს კონტროლში ეგ არ წვიტავს, მოიგებთ თუ არ მოიგებთ. და არანაირ გზას არ გიცვლით რა, მოკლედ თქვენ რა. ამიტომ პირველი რაც შემიძლია გირჩიოთ, რომ სერიოზულად მიიღებთ ამ ოლიმპიადას რა. ამიტომ რეალურად რა თქმა უნდა, კაია თუ მოიგეთ, მაგას რა ჯობია, ხო, მაგრამ თუ არ მოიგეთ, ეგეც საერთოდ არაფერს არ გიცვლით ცხოვრებაში რა. რეალურად წარმატება ამ დარგში დამყარებულია გრძელვადიან შრომაზე და გრძელვადიან ინტერესებზე რა და იმაზე რომ რა თქმა უნდა ხარ არც გულისხმობა რაღაც შეიძლება იზარმაცო და რაღაც მაგრამ თუ იშრომე და ჩადე ასე ვთქვათ სწორი მიდგომა კონდა ამ დარგის მიმართ ძალიან დიდი პერსპექტივები გადაგეშლება ცხოვრებაში. ახლა განსაკუთრებით დღეს, ხო, მაშინ მე რო ვიყავი ოლიმპიადებზე და კიდევ თქვენით მუშაობდა სამყარო რა, ინტერნეტის ახალი შემოსული იყო. ეხლა ამდენი პერსპექტივაა რა. ასე პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ ეს ოლიმპიადა არაფერი უბრალოდ გასართობად გამოიყენეთ რა. რაც შეიძლება ლაითი მიდგომა გქონდეთ, რომ არც ანერვიულო არის და არაფერი არ არის რა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მე როგორ წაიყვან თქვენ კარიერას. ჩაბარება სად გინდათ თქვენ? უკვე აბარებთ ხომ დამთავრებული კლასების სტუდენტები თუ არა ისა მოსწავლეები? ყველა არა? უმეტესობა არა? აჰა. სად გინდათ კონკრეტულად იცით ადგილები? ამერიკაში. უნივერსიტეტები იცით? Very much more than მე ათასამასი რა არის? SAT? ხო. მეც ამერიკაში ვისწავლე, მაგრამ ბაკალავრი საქართველოში გავიარე 4 წელი სკოლის მერე და მე წავედი PhD-ზე რა. და ხო, კაია, ძალიან კაი, ამერიკაში, ამერიკული უნივერსიტეტების დონე ცოტა თანაჩემ სოფლიოში, რა თქმა უნდა. კონკრეტული უნივერსიტეტები იცი სად მინდა? რომელი? და რამე მათულებით გინდა მაგალითად კონკრეტულად. კომპიუტერული მეცნიერება. ხო, ნუ მაგაში ხო, ევროპული არ ვიცი და ამერიკაში არის, მაგდაკში არის ალბათ კარნეგი მელონ არის უნივერსიტეტი, ძალიან ძლიერი არის. რა თქმა უნდა, ხა სტენფორდი, ჰარვარდი და შემდეგ ყველა ძლიერია. ეგაა, ხო? ჩემ დროს მაგალითად საერთოდ არ იყო financial aid იმაზე. სადა? დუბაიში კარნეგი მელონში? კი, აბუდაბიშია. აბუდაბიშია. აბუდაბიში ვიცი რომ არის კარნეგი მელონი და იმაში ასევე დუბაიშია. ხო, მე ძალიან ახლოს ვიყავ ჰელსინკისთან. ხშირად დავდივარ ხომ რაგბის თამაშობ. თამაშობ იმაში რა ქვია. ესტონეთს. ხო, არა, იმაში არის, ხო, NYU არის მაგალითად, NYU აქვს ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, მე მაქედან მაქვს PhD და ისა რა ქვია, და აბუდაბიში არის რა და ეგ ძალიან კაი უნივერსიტეტია.
ძალიან კაი. და მიმართულება რა რისერჩი გინდათ, ბიზნესი გინდათ, თუ როგორ არის? ექში გინდათ მუშაობა. თუ ცოტა ადრეა დღეს მაგ თემაზე ფიქრი. Google Meet-ის ხალხებს ჩაერთეთ. სადაც მეტი ფულია. ხო. სადაც მეტი ფულია, ხო? ყველაზე მეტი ფული არის არა, ფული რატო ხარ? მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ხა სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა мотиваცია აქვს. ფული მათ შორის ერთ-ერთი ლეგიტიმური мотиваციაა, რატო არა, ხო? მაგრამ ყველაზე მეტი ფული არის მაგალითად, რავი, მე მგონი quant research-ი არის.